ახალციხეში ტბის მიმდებარე რეკრეაციულ ზონაში 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა ოცნების შემწირველებთან დაკავშირებულ კომპანიაზე გაიცა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის თანახმად პროექტი ქალაქის მთავარ დასასვენებელ სივრცეს მნიშვნელოვნად ცვლის და საზოგადოებრივი ინტერესების შესაძლო უგულებელყოფის კითხვებს აჩენს. ახალციხის ხელოვნურ ტბაზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს მაქს ტრერას ეკუთვნის. ეს კომპანია მამუკა კუპრაძემ 2025 წლის 5 ივნის დააფუძნა. მანვე 3 დღით ადრე 2 ივნის ბექა ჯაყელის 61-ში 3998 კვადრატული მეტრი მიწა იყიდა. ივლისში მამუკა კუპრაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართა და მალევე მიიღო. ამის შემდეგ 22 აგვისტოს მან კომპანიის 60%-იანი წილი ცოლის ძმას იმედა მუმლაძეს, 40%-იანი კი იაკობ კუბლაშვილს მიყიდა. 9 სექტემბერს მამუკა კუპრაძემ უკვე იაკობ კუბლაშვილისა და იმედა მუმლაძის კუთვნილ შპს მიღწრერას ტბაზე არსებული ნაკვეთიც გადასცა. იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი ქართული ოცნების შემომწირველები არიან. იმედა მუმლაძემ ქართული ოცნების ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. იაკობ კუბლაშვილმა 2023-2024 წლებში მმართველ პარტიას 120,000 ლარი შესწირა. ქართული ოცნების შემომწირველია მისი მამაც იური კუბლაშვილი, რომელმაც 2021 წელს 30,000 ლარი გაიღო. იური კუბლაშვილის კუთვნილმა შპს ახალციხის შპალს საჟღენთმა ქარხანამ 2012-2023 წლებში 36 მოგებული სახელმწიფო ტენდერით 3,062,274 ლარი მიიღო. ძირითადი შემსყიდველი სატყეო სააგენტო იყო.